შემდეგზე. ესე იგი აქ შეცდომა უნდა ვიპოვოთ, კარგი ეს გამოვწიეთ, runs დავაჭიროთ პირველ რიგში და რაღაცას გვიბეჭდავს. კარგი, აქ ცვლადი გვაქვს შექმნილი. ცვლადისთვის გვაქვს მინიჭებული აი ეს სიტყვა, ბრჭყალებში გვაქვს ჩასმული, სწორი არის. შემდეგ age გვაქვს ცვლადი შექმნილი და 7-იანი გვაქვს ჩაგდებული ამ ცვლადში. შემდეგ ნახეთ, აი ეს ტექსტი დაგვიბეჭდა ბრჭყალებში რაცაა ჩასმული, პლუსი ნიშნავს რომ გვერდით მიეწეროსა, აქ ეს ცვლადი მიეწერება გვერდით. ამ ცვლადში არის string-ი, ხო? ამიტომ ამას string-ად გადაგცევა არ უნდა. შემდეგ ამას გვერდით მიეწერება აი ეს ტექსტი, რასაც ხედავთ რომ ბრჭყალებშია ჩასმული, შემდეგ პლუსი ნიშნავს რომ გვერდით მიეწეროს age-ში არსებული მნიშვნელობა. age კი არის ცვლადი და მასში არის ინტეჯერი, ანუ 7 მთელი რიცხვი არის ჩაგდებული, ამიტომ ეს age უნდა გადავაქციოთ string-ად. ესე იგი, როგორც წინა სავარჯიშოში გვასწავლეს, აქ უნდა დავუწეროთ str, გადავედით ბოლოში და ბოლოშიც დავხუროთ ფრჩხილი, ისევე როგორც თავში გავუხსენით. გავუშვათ ახლა runs და აი როგორც ხედავთ, უკვე ჩაგვითვალა. და დაგვიბეჭდა ის, რაც უნდა დაიბეჭდა. Submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე, აქ